მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. პარლამენტმა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. აღნიშნული ინიციატივა ამერიკული ფარას ანალოგია. ცვლილებებით კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5,000 ლარამდე ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი, ვინც რეგისტრაციას თავს აარიდებს, 10,000 ლარით დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ის პირები, თუ ვინც წარმოადგენენ უცხოურ პრინციპალს, ამავდროულად უცხოური პრინციპალის აგენტებს, მათთან დაკავშირებული რეგისტრაციის ვალდებულებებს, აღმასრულებელ პირს და შესაბამის პასუხისმგებლობებიც არის განსაზღვრული, რაც უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რომელიც უკავშირდება ისეთ ორგანიზაციებს, როგორც არის NEDI, EED, USAID, რომელთან დაკავშირებითაც საუბრობენ არა მხოლოდ საქართველოში პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებდნენ და აორგანიზებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო ადგილობრივი ქვეყნების ინტერესებთან. როგორც ამერიკელ ხალხს აქვს მექანიზმი და ქმედითი მექანიზმი ასეთი აქტივობების გამოსავლენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხალხსაც, ქართულ ხალხსაც ჰქონდეს ანალოგიური შესაძლებლობა. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფონდების დაყადაღების საკითხს ეხმაურება ვატო შაქარაშვილი. მოძრაობის ლიდერის განცხადებით დაყადაღებული ფონდები აფინანსებდნენ და ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. შაქარაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ბრალდებების შესახებ მტკიცებულებები ღია და საჯარო წყაროებში იძებნება. მისი განცხადებით მოძრაობა გააგრძელებს საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას და მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს. ქვეყანაში იქნება პრეცედენტი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ამისთვის ფინანსების მობილიზება, ამაში უცხოური ფულის აღება და მთელი ამ ფინანსების ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება იქნება დასჯადი. ამას რძენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ თითქოს ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს, ეს არის დიდი ტყუილი. ფაქტები, მტკიცებულებები აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებენ, რომ ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, კანონგარეშე ქმედებებს, ჩვენი გმირი პოლიციელების ცოცხლად დაწვას. ნანუკა ჟორჟელიანი პროკურატურისგან სასამართლოს განჩინებას ითხოვს, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი. ამ მოთხოვნით დღეს მან პროკურატურაში წერილი დატოვა. ის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისას გაცემული თანხების დანიშნულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რაც შეეხება აირწინაღის შეძენის საკითხს, ნანუკას ფონდში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინვენტარის შეძენა ხორციელდებოდა მაშინ, როდესაც აირწინაღების გამოყენება კანონით აკრძალული არ იყო. კიდევ ერთი დაყადაღებული ფონდის ერთმანეთისთვის ხელმძღვანელმა გუგა ხალაიამ Facebook პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება. ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. ერთმანეთისთვის მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგამოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად. წერს ხელაია. განჩინება არ ჩამაბარეს, არა, მათი სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილების. ერთია, რომ ვინმე რუსეთის აგენტის ნანა კაკაბაძის და ვატო შაქარაშვილის შეტანილი განცხადება საკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ მეორეა, კაცო სამართლებრივი გამყარება ამ საქმეს ჰქონდეს. ანუ განცხადება საკმარისია ამ ქვეყანაში, რომ ხოლმე ფონდები დააყადაღა და ადამიანებს ისეთი საქმით აღუძრა საქმე, რომ რა ვიცი, წლების ციხეში გაუშვა. ხარეკაზე აპირებენ შემოსვლას. საბოლოოდ წამოყენებენ ბრალს და არ ვიცი, დაველოდები. რამდენი აირწინაღი მაქვს შეძენილი. სტატუსაც ვიდოს Facebook-ზე საჯაროდ ეს ინფორმაცია. მაშინ როდესაც კანონით ეს აკრძალული არის, ეს არის ხარჯგასაცმელი, იმიტომ რომ მე ჩვენ ფიზიკურად ვეღარ ჩვენ რო ჩაფხუტების და აირწინაღების შეძენა, რომელი კანონით ამებსალა.
1 ივნისიდან ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები ვეღარ იმოძრავებენ. 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრებს მხოლოდ ავტობუსები მოემსახურებიან. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და საქალაქთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში სიახლეები შედის. საქალაქთაშორისო გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. ამ რეგლამენტებს შორის არის ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებაც. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით. ასევე სიახლეა ისიც, რომ 1 მარტიდან მძღოლები ვალდებულები არიან წელიწადში ერთხელ სამედიცინო შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ნარკოშემოწმების ცნობა წარმოადგინონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილებები საქალაქთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით. 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებულ პუნქტებს შორის გადაზიდვების განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ 5 ტონაზე მეტი წონის მქონე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ავტობუსი კი 20 წელზე მეტის არ უნდა იყოს. რაც ნიშნავს, რომ მალე ოზურგეთიდან თბილისამდე მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ ავტობუსები განახორციელებენ და მიკროავტობუსები ამ დისტანციაზე აღარ ივლიან. სიახლეები ჩვენ სადგურსაც ეხება, სადგურები უნდა გახდეს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული და სადგურები იყოფა 3 კატეგორიად. შესაბამის სერტიფიკატებს კატეგორიის მიხედვით მიიღებს სადგურები, რომელსაც მოწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა. ტექნოლოგიები რა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობი, ბატონო, ლოდინის სივრცეებია, სადგომები, წყოლთა მოსასვენებელი ოთახები, დედათა და ბავშვთა ოთახები და ასე შემდეგ. 1 ივნისიდან შედის ეს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს 150 კილომეტრის ზემოთ მანძილზე M3 კატეგორიით მგზავრთა გადაყვანას. M3 კატეგორიაში შედის ავტობუსი. და ალბათ იმ ძღოლებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, რომ დაუშვათ კი, გადავიდნენ, გადავლენ. თვითონ უნდა შეიძინონ თუ როგორ იქნება, მათი საქმეა, გადამზიდავები არიან და ჩვენ ემსახურებით ამ გადამზიდავებს. ძღოლებს სიახლეები ავტოსადგურთან დაკავშირებით მოსწონთ. განახლებულ ინფრასტრუქტურას დადებითად უყურებენ, მაგრამ ეჭვობენ, რომ 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დიდი გამოწვევის წინაშე არიან. მათ დიდ უმრავლესობას ავტობუსის შესაძენი თანხა არ აქვს. შესაბამისად, გაურკვეველია, რა გამოსავალს იპოვნიან ისინი. მეტალი კაია, რაღაცა ჯობია, გზავრი მეტი იქნება და ჩვენაც კაია შოფრების და რაღაცა ჯობია. სამარშრუტო ტაქსების მაგივრად ავტობუსები იქნება, ამის შესახებ ალბათ გაიგეთ. კი, მაგრამ არ ვიცი რა ფერი იქნება ახლა. ამ ხალხს ეშველა მე არ ვიცი. ნაგედი ყავენ აი მანქანები, რაღაცა ფული აქვს გადახდილი შიგ და არ ვიცი. და მათ მოუწევთ ავტობუსების შეძენა სავარაუდო, თუ კი უნდათ რომ გააგრძელონ მუშაობა. მაგრამ ამ ხალხული ვისა? მუშაობა რა, ცარიელი მიდის ხალხი, რა ვიცი. კაი პირობები და რა ვიცი, სამეს თუ შემოგთავაზებენ, ნორმალურად ვიმუშავებთ, აბა უმუშავარი ხო არ ვიქნები კაცობრიობად. რა ვიცი, აბა მეტი რა იქნება. თუ იმ შემთხვევაში თუ ავტობუსი თქვენ უნდა შეისყიდოთ, ეს რამდენად თქვენთვის, თქვენი კოლეგებისთვის, სხვა მძღოლების რამდენად შესაძლებელია? ვიცი, ჩვენ რითი შევისყიდეთ ამას. გვაქვს მაგის შესაძლებლობა, რომ შევისყიდოთ. საუნახავთ მაგას. უფრო უსაფრთხოა, როგორ რა გონიათ? თქმა უნდა, იქნება უსაფრთხო იქნება ავტობუსი, კომფორტულად იქნება, მგზავრიც კომფორტულად იმგზავრებს. თავის მხრივ ოზურგეთის საკრებულოში დაამტკიცეს დადგენილება 17 დასახლების სიით, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც არ არის დაცული შესაბამისი სტანდარტები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით აღნიშნულ ლოკაციებზეც მოეწყობა ჯიხური, განათება და მგზავრთა მომსახურება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება. ამჟამად მგზავრთა გადაზიდვა, ანუ გადაყვანა ხდება სხვადასხვა ლოკაციებიდან. იქ ეს ლოკაციები არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, ეს უნდა მოეწყოს ისე, რომ მგზავრთა გადაყვანის პროცესი, ანუ მომსახურე ობიექტებმა იმდაგვარად უზრუნველყონ, რომ
უფრო კომფორტული გახდეს და იქ უნდა დაცული იქნეს ყველა ის ნორმა, რომელიც აუცილებელია მგზავრთან ნორმალური გადაყვანისათვის. ასეთი სულ 17 ლოკაციაა სულ, ეს მოიცავს სხვადასხვა სოფლების გარკვეულ მონაკვეთებს, საიდანაც ხდება, უნდა განხორციელდეს მგზავრთა გადაყვანა. ამჟამად ეს პროცესი ფაქტობრივად ხორციელდება და მიმდინარეობს კიდეც, მაგრამ მიმდინარეობს ესე ქაოსურად და არ არის რეგულაციის ნორმები არ არის დაცული და ნორმების მოწესრიგების შემდეგ მგზავრთა გადამყვანი ის სუბიექტები, რომელსაც უნდა უზრუნველყონ, ანუ ავტოსადგურები მყავს, რა თქმა უნდა, მხედველობაში მომაწესრიგებენ თორემ ეს იქნება მათთვის სავალდებულო, იმიტომ რომ მათთვის გაცემული ლიცენზიის პირობები ამას ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ ეს ყველა რა თქმა უნდა შევა როგორც ასე ჯიხურის გზავრთა მოსასწელების მოწყობა, იქ ადგილობრივი განათების მოწყობა. ეს გრძელვადიანი პერსპექტივა არ არის. სხვათა შორის ეს ეხლა ჩვენ დავამტკიცეთ ის ლოკაციები და ნუსხა, სადაც უნდა განთავსდეს ეს ავტოსადგურები, ანუ ავტოსადგურის ფილიალები, არ ვიცი ეს ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმით როგორ დარეგულირდება მომავალში. ცვლილებების გარკვეული ნაწილი უკვე ამოქმედდა. ნაწილი კი ძალაში 1 ივნისიდან შევა. სატრანსპორტო რეფორმის დასრულებას ხელისუფლება 2025 წლის ბოლომდე გეგმავს. ახლა კი ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. მეგობარი აქტი საკანონმდებლო გზას ამერიკის სენატშიც იწყებს. საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და არადემოკრატიული ნაბიჯებისთვის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ისახავს. მიზნად აქამდე რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს ქვედა წარმომადგენელთა პალატაში იყო წარდგენილი. ახლა კი ის ასევე ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიცაა ინიცირებული. ეს ძალიან გამამხნევებელია. ჩვენ საკანონმდებლო სესიის ადრეულ ეტაპზე ვართ და მეგობარი აქტი ახლა უკვე სენატშიც განიხილება. ლიდერები დგამენ ნაბიჯებს იმავე მიმართულებით, როგორიც ჩვენ გვქონდა, როცა მეგობარი აქტი რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით წარვადგინეთ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონმდებლობა წინ მიიწევს. ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქართველი ხალხისთვის. გვსურს, რომ ის წარმატებული იყოს საკუთარი ნება გამოხატონ. ნება, რომელიც ევროკავშირის წევრად ყოფნაა. ნატოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობაა. ეს ქართველი ხალხისთვის სასარგებლო იქნება. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების განცხადებით მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამერიკელი კანონმდებლები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერასა და თანადგომას საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებულნი და შეზრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სულით და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართულ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან და ამერიკას მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, აღადგინონ სამართლიანობა თავის პოლიტიკურ სისტემაში. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. მოუთმელად ველი თავმჯდომარე რიშთან ერთად მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გაიტანოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ჯო ვილსონი ხსნის, რომ მეგობარი აქტი ჯერ მართალია საწყის ეტაპზეა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ მას ახლა სენატიც განიხილავს, თანაც ორივე პარტიის წამყვანი კანონმდებლების ინიცირებით და მხარდაჭერით. ეს შესანიშნავია. ეს არის მართლაც ორპარტიული და ახლა უკვე ორპალატიანი კანონი. წარდგენილია როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტია. ეს საკანონმდებლო პროცესში მართლაც სწრაფი განვითარებაა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ღრმა გრძნობები გვაქვს.
გასულ დღეებში საქართველოს შესახებ ისაუბრეს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც. ევროპისადმი ამერიკის დახმარების მნიშვნელობის განხილვისას დემოკრატმა კონგრესმენებმა თქვეს, რომ აუცილებელია იმ ქვეყნებისა და ხალხის მხარდაჭერა, ვისაც ამერიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება და რუსეთისა თუ ჩინეთის გავლენისგან დაცვა სურს და სჭირდება. ამის გაკეთება კი ამერიკისავე ინტერესებს შეესაბამება. მათი თქმით, დაუშვებელია საგარეო დახმარების ისეთი პროგრამების გაუქმება ან შეფერხება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება. დღეს აქ ისტორიის განსახილველად არ ვართ. ჩვენ მომავალზე უნდა ვისაუბროთ იარაღის კონტროლის, საერთაშორისო უსაფრთხოების, ევროპისადმი საგარეო დახმარების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მისი საგარეო დახმარების მიზანია, რომ ამ დახმარებამ ამერიკა უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახადოს. მას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს. უფრო ფართოდ ეს მოიცავს რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენასთან დაპირისპირებას. ევროპისადმი ჩვენი საგარეო დახმარება სწორედ ამას აკეთებს. მოლდოვის, საქართველოს, კოსოვოსა და სომხეთის მსგავს ქვეყნებს სურთ უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკასთან და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში მხარდაჭერა. არის სია დემოკრატიის მხარდამჭერი იმ პროექტებისა, რომლებიც ან გაუქმდა, ან გაიყინა. იქნება ეს ქვეყნიდან გაქცეული ბელარუსი დემოკრატი ლიდერების მხარდაჭერა, ბელარუსის დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება, არჩევნების მონიტორინგი კოსოვოში, ციფრული დემოკრატია სერბეთში, დამოუკიდებელი მედია პროფესიონალების განვითარებაში დახმარება სერბეთში, უფრო პასუხისმგებლიანი მმართველობის გაძლიერება სომხეთში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება საქართველოში, პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ასეთი პროგრამები არა მხოლოდ მეტად აწინაურებს ჩვენს ღირებულებებს, არამედ ეხმარება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასაც. კონგრესში მიწვეულ ექსპერტთა ნაწილი ხაზგასმით ამბობს, რომ ევრაზიის რეგიონში, კონკრეტულად კი კავკასიაში, ამერიკის დახმარების როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორიც უნდა იყოს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავდეს, რამდენი რამდევს სასწორზე და წყდება იმის მიხედვით, თუ რა გავლენების ქვეშ მოექცევიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მე-20 საუკუნეში ნიკოლას სპიკმენმა დაწერა, ვინც აკონტროლებს ევრაზიის რეგიონს, აკონტროლებს მსოფლიოს ბედს. დღეს ეს რეგიონი, რომელიც კონტინენტური ევროპის უდიდეს ნაწილს მოიცავს, ცხარე კონკურენციის საგანია. ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რომ ამერიკა ამ რეგიონში აქტიური დარჩეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეინარჩუნოს მისი ძალისხმევა სამ რეგიონში, სადაც ამერიკის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სადაც ამერიკას დიდი შედარებითი უპირატესობა აქვს. მეგობარი აქტი თავდაპირველად ამერიკის კონგრესს გასული წლის მაისში წარედგინა, ივლისში მას წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის ინიციატივით ის თავიდან წარედგინა კონგრესის განახლებულ შემადგენლობას, ეს დაახლოებით 3 თვის წინ მოხდა. მას ახლა ამერიკის კონგრესში 18 თანაწარმდგენი ჰყავს. ჯო ვილსონის გარდა მას ხელს აწერს 8 რესპუბლიკელი კონგრესმენი და 10 დემოკრატი კანონმდებელი. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტია წარდგენილი, ეს არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელსაც 10-მდე თანაწარმდგენი ჰყავს. რაც შეეხება უშუალოდ მეგობარ აქტს, მას უახლოეს პერიოდში ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები განიხილავენ, საბოლოო რედაქციაზე შეთანხმდებიან და მას შემდეგ, რაც ორივე პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მას მხარს დაუჭერენ, დადებითად უყრიან პალატაშიც და სენატშიც მას კენჭს, შემდეგ უკვე პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს საკანონმდებლო აქტს ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ იქცევა კანონად მეგობარი აქტი. დღეისათვის სულ ეს გავხდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.